და სიუჟეტს, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ასევე მძიმე საყურებელია, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ ბავშვები მოარიდოთ ტელეეკრანებს. მაგდა პაპიძის პროცესი და 12 ნაფიცი მსაჯულის მიერ გამოტანილი ვერდიქტი დამნაშავეა. მოსამართლემ პაპიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა უკვე მსჯავრდებული პაპიძის გარშემო ვნებათა ღელვა არ ცხრება. მისი ახლობლები აქციებს აანონსებენ. რეპორტაჟში, რომელსაც ახლა ნახავთ, მხოლოდ მაგდა პაპიძის საქმეზე არ გიამბობთ, კეთი ბრაჭული მოგიყვებათ სხვა გახმაურებულ მკვლელობებზე, ანუ მშობლებზე, რომლებმაც საკუთარი შვილები მოკლეს, ჩვენ ბუნებრივია არ ვცდილობთ მკაფიო პარალელის გავლებას საქმეებს შორის, თუმცა გიჩვენებთ რა განაჩენი დადგა სხვა თითქმის მსგავს საქმეებზე. და სანამ რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში გავუშვებთ, მანამდე მინდა მოვიწვიო სტუდიაში მაგდა პაპიძის დედა, ქალბატონი ლია შამოგია. ქალბატონი ლია, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის და მოდით სანამ ვისაუბრებთ, მანამდე ერთად ვნახოთ რეპორტაჟი, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა მომზადა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული მაგდა პაპიძე ცნო დამნაშავედ თარნიკეს ბატონს ყველა მსაჯულს ყველას გული არა მიჩქარდება, ისე დავჯდები დენის სკამზე. მოგილი ვარ, მიიღებ იმას, რასაც იმსახურებს დეგენერატი, მკვლელია. ჩემი თარნიკა ჩვენთვის ძალიან რთული და ძნელი იყო ეს გადაწყვეტილება. რთულ გადაწყვეტილებამდე 2 საათი და 35 წუთი იფიქრეს. ვერდიქტი 1 წუთში ჩაიკითხეს. ყველა არც ერთის წინააღმდეგ. 12-დან 12-ვემ ბრალდებული დამნაშავედ აღიარა. ქმრის და 5 წლის შვილის მკვლელობაში. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და 2 პირის განზრახ მკვლელობასა დამამძიმებელ გარემოებაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ცნო დამნაშავედ. მთავარ მსაჯულს ვერდიქტის ბოლომდე გამოცხადებას დარბაზი არ აცდის. წუთიანი განაჩენი 2-ჯერ შეწყდა. პირველი ოვაცია გადაწყვეტილებას ეძღვნება. განმეორებითი ტაში ნაფიცების ერთსულოვნებას. 12 ხმით 0-ის წინააღმდეგ 1 ხმად, რასაც ვადასტურებთ ხელის მოწერით ნაფიც მსაჯულები. მსაჯულების გადაწყვეტილების მოსმენა მაგდა პაპიძისთვის ემოციურად რთულია. ბრალდებული სიკვდილით დასჯას ითხოვს. დაკავების დღიდან ვამტკიცებდი და ვბრძოლებდი ჩემი სიცოცხლისთვის, ჩემი პაწაწუნებიჭის საფლავის ნახვისთვის, რადგანაც ამის საშუალება არ მომეცემა, ჩემმა პრეზიდენტმა გააცეს ბრძანება, რომ ასეთი ადამიანი არ დარჩეს ცოცხალი, არც ერთ შემთხვევაში. ალბათ ბრალდებულისთვის ცნობილია, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სიკვდილით დასჯა. საინტერესო და მოულოდნელ აქცენტებს აკეთებს ბოლო სიტყვაში პაპიძის ადვოკატი. მარიკა ფხალაძე პაპიძის უდანაშაულობის მხოლოდ ერთ ნაწილზე საუბრობს. დარწმუნებულია, რომ დედას შვილი განზრახ არ მოუკლავს და საერთოდ არ ახსენებს მოკლულ ქმარს, ომარ ქაფიაშვილს. ვიცავდი მაგდა პაპიძის ინტერესებს, თუმცა ვერ დავიცავი. მეც დედა ვარ. მე რო 1 წუთით შემპარო და ეჭვი რომ მაგდამ საკუთარი ხელებით საკუთარი შვილი განზრახ გაგუდა მისი ინტერესების დაცვას ნამდვილად ვერ შევძლებდი. უნდა მივცეთ მას საშუალება, თუნდაც წლების მერე გამოვიდეს და საკუთარი შვილის საფლავს შეეხოს. მე ვთხოვთ, რომ მაგდას საშელის მინიმუმი განუსაზღვროთ. მაშინ, როდესაც მოსამართლე პაპიძეს უვადო პატიმრობას უსჯის, დარბაზში აღტაცებული ხალხის ოვაციები კიდევ ერთხელ ისმის. სასჯელის სახე და ზომად განესაზღვროს უვადო თავისუფლების. პაპიძე განაჩენს ბოლომდე ვერ უსმენს და მანდატურს დარბაზიდან გაყვანას თხოვს. სასამართლოს ხომაში მონაწილეობის მიღებისათვის მადლობა. პაპიძის უვადო სასჯელმა საზოგადოება გაყო და გააჩინა კითხვები. იმსახურებდა თუ არა დამნაშავე ყველაზე მკაცრ სასჯელს. რა იყო სასჯელის მოტივი?
ეს იყო მოსამართლის მორალური თუ მხოლოდ სამართლებრივი გადაწყვეტილება. აქ ძალიან ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, როდესაც განსაზღვრავს საშუალო იყოს მაქსიმალური თუ მინიმალური. საზოგადოებრივ საშიშროებას პირველ რიგში აქცევ ყურადღებას, დანაშაულის ჩადენის ხერხს, თვითონ ბრალდებულის პიროვნებას, ასევე მის წარსულს, პიროვნულ მახასიათებლებს, თუნდაც ოჯახურ მდგომარეობას და ზოგადად რა მიიყვანა პირი დანაშაულის ჩადენამდე. რთული გასარკვევია, რითი ხელმძღვანელობდნენ მოსამართლეები სხვა განსასჯელებთან მსგავსი საქმეების განხილვის დროს. მაგალითად, მისაქციელის ცნობილი ტრაგედიისას. იმას როგორ წარმოვიდგენი ხალხო, რომ დედაშვილს მოკლა. 2011 წელს მისაქციელში დედამ 5 წლის ვაჟის სიცოცხლეს გამოასალმა. მსგავსება პაპიძის საქმესთან პირობითია, თუმცა მკვლელი ამ შემთხვევაშიც დედაა, მსხვერპლი აქაც 5 წლის შვილი. 24 წლის მაია გელდიაშვილმა შაკო ციკლაურს თავში შეშა რამდენჯერმე ჩაარტყა. გამოძახების ადგილას დაგვხვდა გვამი ძევს ტახტზე. გარეგანი დათვალიერებით აღენიშნება ექსკორაციების სახის არეში. ჰემატომა მარცხენა წარბის მიდამოში. ცხვირის ძვლის დაზიანება. ჰემატომა ქვედა ტუჩის არეში. მარცხენა ყურიდან სისხლიანი გამონადენი. კანი ცივი, ნაცრისფერი, სუნთქვა შეწყვეტილი. პულსაცია მაგისტრალურ არტერიაზე არ აღენიშნება. გელდიაშვილს დედობის უფლება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. დედამ დანაშაული, სასამართლომ კი მისი შეურაცხადობა აღიარა. მაია გელდიაშვილი ციხეში 5 წლით ჩასვეს. მეუღლემ ზურა ციკლაურმა სხვა ცოლი მოიყვანა. თქვენ უზრდით მას შვილებს ხო? მაგ ერთი ბიჭი აქ ყავს და გოგო მონდეშთან არის იქთან გადავიდა. 3 წელს იყო პამპერსიანი. ბიძამ მომიყვანა თავისიდან. დავხო მოდი დედი. მოდი დე. გამოიქეც. რა მაგარი ბიჭი ყავს. ზეზე სინდვი ცოტა გავუშავდა თორე. დანაშაულის ჩადენიდან 2 წელში საქართველოს პრეზიდენტმა მაია გელდიაშვილი შეიწყალა. ახალგამოსულმა და დედობა ჩამორთმეულმა დედობისთვის კიდევ ერთხელ მზადება დაიწყო და 1 წელში შვილი გააჩინა. გელდიაშვილმა მისაქციელში დაბრუნება რამდენჯერმე სცადა, სოფელმა არ მიუშვა. გათავისუფლებულმა გელდიაშვილმა აგრესია ისევ გამოხატა, ხოლო ამის შემდეგ გადაიყვანეს ის იძულებით სამკურნალო დაწესებულებაში. დედობის უფლება მეორედ ჩამოართვეს. გელდიაშვილი ამ დრომდე მკურნალობს. ეს გარდაცვლილი თამუნა ბერუაშვილის ძმა. შალვა ბერუაშვილი იხსენებს, როგორ დახოცა მისმა სიძემ ყოფილმა სპეცრაზმელმა მძინარე ცოლშვილი. გოჩა ფარცხვანია მეუღლე და 4 წლის ქალიშვილი ნია პურის საჭრელი დანით მოკლა. მკვლელობა აღიარა. დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადობა დაუდგინდა და 15 წელი მიესაჯა. ეს კადრები 2014 წელს 8 შვილიანი ახალგაზრდა დედის მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე გადავიღეთ. 29 წლის თამუნა მე-9 შვილს ელოდებოდა, როდესაც საკუთარმა ქმარმა ცივი იარაღით მოკლა. ცოლშვილის მკვლელმა სასჯელი საკუთარ თავს თავადვე გამოუტანა და რამდენიმე საათში თავი ჩამოიხრჩა. მშობლის მიერ შვილის მკვლელობის სხვა ფაქტებისგან პაპიძის საქმე გამორჩეულია. ყველა სხვა შემთხვევაში დამნაშავემ ბრალი აღიარა. პაპიძემ არა. ყველა სხვა შემთხვევაში დანაშაულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები აფექტურ მდგომარეობაში ჩადიოდნენ. პაპიძის შემთხვევაში არა. სხვებისთვის სასჯელი გაცილებით მსუბუქი იყო. პაპიძისთვის ყველაზე მძიმე. პაპიძე ახლა ერთადერთი ქალი პატიმარია უვადო სასჯელით. თუმცა ეს სამუდამო პატიმრობას სულაც არ ნიშნავს. ის ციხეში მინიმუმ 20 წელი იქნება. შეწყალების მოთხოვნის უფლება კი მხოლოდ 2035 წლისთვის მიენიჭება.
და ახლა ჩვენს